დღეს ჩამოვედით ამ ფესტივალზე პირველად, ყველაფერი იდეალურად იყო, მცხეთაში, მთელ კოლექტივს ულოცავ ამ დღეს ძალიანად. ყველა კოლექტივი ერთმანეთზე უკეთესია, ყველა კოლექტივი ერთმანეთზე ლამაზია, ყველა ხელმძღვანელს, ყველა პედაგოგს ულოცავ ამ დღეს და წარმატებას უსურვებ. ასევე მინდა აღვნიშნო ორგანიზატორები, ყველაფერი იდეალურად აქვს გაკეთებული, რაც ჩვენ ქორეოგრაფებს აუცილებლად გვეხმარება ეს ყველაფერი. რა გითხრათ, ყველაფერს საუკეთესო უსურვებ ყველა კოლექტივს. დღესასწაულია ბავშვების. ასიც ქორეოგრაფებს დიდი წვლილი უსვრის და ყველას უსურვებ წარმატებებით და ლამაზად გამოვიდნენ ამ ფესტივალზე. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს და ბატონ მესო ჩუბინიძეს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ყველაფერს აკეთებს ამ ლამაზი საქმის გასაშუქებლად და გვერდში უდგას ამ ლამაზ საქმეს. მე დიდ მადლობას მოგიხდით ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ზეიმია, საახალწლო ზეიმია და ღმერთმა საზეიმოდ ვიცეს ჩვენ საქართველოს საქმეს. ნუ დღევანდელი დღე არის ზეიმი, ბავშვთა ზეიმი არის და მივესალმებით ყოველთვის ესეთ გრანდიოზულ გამოსვლას ბავშვების წარმატებებს, გამოჩნდებიან ბავშვები, მიიღებენ წარმატებებს და რა თქმა უნდა მიეჩვევიან მაყურებელთან მუშაობას. ეს არის დიდი ზეიმი და ეს არის ქართული ცეკვა როკით განფენილი. მადლობა ორგანიზატორებს დღევანდელი ფესტივალის ჩატარებისთვის. ყველაფერი ისე ლამაზად როგორც ჩვევია ამ ორგანიზაციას და დიდი მადლობა ყველა მოწვეულ სტუმარს რეგიონებიდან, ადგილობრივ ანსამბლებს, რომ ესეთი ლამაზი დღე და ესეთი ლამაზი საღამო იქნება დღეს კულტურის სახლში. ჩამოვედით ქუთაისიდან და ეს არის ჩემი პირველი კონცერტი. და მინდა რომ ვასახელო ჩვენი სკოლა, ჩვენი ქალაქი და მინდა რომ განსაკუთრებით ჩვენს მაყურებელს მოეწონოს ჩვენი გამოსვლა. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ჩამოსული ქალაქ ქუთაისიდან, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია ლამპარის მოცეკვავეები, ბარბარა ჭელაძე და მარიამ ვარდოსაინძე. როგორი განწყობით ხარ? ხიარული. და იმედია გავიმარჯვებთ. მოკლედ რა მინდა ვთქვა, სრულად საქართველოს ულოცავ, დამდეხ, შობა, ახალწელს, უსურვებ ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარულს, სიყვარულს, ხვავი, ბალახს და ერთიან საქართველოში ცხოვრებას. რას უსურვებ ამ კოლექტივს, ამ საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს. მართლა კაი ტრადიციული ფესტივალებს და კონკურსებს ატარებს, სულ წარმატებას უსურვებ ამ კოლექტივს და გააგრძელოს ასე, როგორც დაწყებული აქვს და ბოლომდე მიყვეს, ბოლომდე იყოს თავისთვის და თავის საქმე აკეთოს ამ ეროვნულმა ცენტრმა. რაც თავისუფლება მოიპოვა ეროვნულმა ცენტრმა, მის შემდეგ უფრო მეტ და მეტ ბევრ ღონისძიებებს და ლამაზ სანახაობებს აკეთებს და გაუმარჯოს ზაზამ ჟავანაძე და მის გუნდს. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეხ შობა ახალწელს. ამ კონცერტზე ძალიან ბევრჯერ მიმიღია კონცერტი, ანუ ჩვენი ორგანიზაციის, ჩვენს იმიტომ ეძახი რომ უკვე ოჯახივით მიყვარს ეს ადამიანები და ბატონი ზაზა და მისი გუნდი, იმიტომ რომ მეც მაგ გუნდის ნაწილი ვარ და არაერთხელ გამოდივარ ამ კონცერტზე და მიხარია აი ეს რომ პატარები აი ესეთ ემოციებში არიან და ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც საჭიროა და პირველ რიგში გისურვებთ მშვიდობას. ვართ დებიუტანტები, პირველად ვგებით მაყურებლის წინაშე, პირველად ვინათლებით სცენაზე და ვღელავთ ძალიან. ყველას მინდა უსურვო წარმატებები და მრავალი შობა ახალი წელი და მრავალი დამდეგი მინდა მოგილოცოთ მშვიდობიან და გაერთიანებული და ლამაზ საქართველოში. მიყვარხართ ყველანი. მოგესალმებით, მე ვარ ბელვარკალაია, კულტურის ინსტიტუტის მსმენელი. მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ზაზამ ჟავანაძეს იმისთვის, რომ დღეს მოგვიწვია. ფესტივალზე მომავალი ჩვენია და ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ზაზამ ჟავანაძეს და მის ანსამბლ კრწანის. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს. სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმა არსნის სულითა ყნა ზევსით მონაბერითა ჩვენ მოგცა უხვი ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა ასეთია აღქმა სამყაროისა რწმენისა და სამშობლოსი ქართველთა შორის უპირველესის სულმნათი შოთა რუსთაველის ჩვენ ვართ ვეფხის ყავსანიერი მეგახლავართ დღეს ამ ელიტურ საკონცერტო დარბაზში თავარი
ქადაგებელი ზაზა ალექსიძე და ჩვენს შემოქმედებით ურთიერთობებს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ. სულ რომ არაფერ სისხლი მაქვს ისეთი, ჯიში მაქვს ისეთი, თებს შეაზანსარებს. ისეთი ცეკვა მაქვს, ისეთი სიმღერა აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს. ნეტა ვიცოდეთ რა ხდება კულისებში. ყმაწვილები კბილებით ლაგანს ღეჯავენ, ერთი სული აქვს, როდის შემოცვირდებიან სცენაზე და მილეთის ხალხს, რომელსაც მთელი საქართველოდან მოიყარა თავის ქართულ ეროვნულ იდენტობას დაუდასტურებენ. ამას მარტო მე ვერ აუვალ თქვენ ხარჯები ბატონი, მე მინდა სცენაზე ვიხმო გრანდელი ჩვენი მასპინძლის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, წარჩინებული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ქალბატონი მანანა უშიგიშვილი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო მშობლებო, ძვირფასო ბავშვებო, ბებიებო და ბაბუებო. მანანა მივულოცოთ ამ შესანიშნავ საზოგადოებას დარბაზის ერთსა და ერთს სამყაროში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდობას და მომავალ თაობას ბარბარობა და ნიკოლოზობა და დღეს არის ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰოროსკოპის და შემეცნების თვალსაზრისი დღე. ესე იგი 22-24, რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფერი შეგისრულდება. ვინც თანახმა აში დაუბრალეთ. იმისათვის, რომ მომავალი წელი იყოს მშვილობიერი, თავისუფალი და ჭეშმარიტად დემოკრატიული, უნდა დავუთმოთ დრო და ადგილი მომავალ თაობას. მომავალი ჩვენია. და შევუდგეთ ზევის მსვლელობას და თქვენ წინაშე წარსდგება კულტურის ინსტიტუტის ქორეოგრაფიული ანსამბლი არც საქართველოს გურია. ქორეოგრაფები ეტიუდორი მურმან გამისონია, ქორეოგრაფი ალეკო ქართველიშვილი. ცეკვა დაისი და ძვირფასო მეგობრებო, დღეს ამ ცეკვის დებიუტი გახლავთ. ამიტომ გავამხნევოთ ჩვენი ლამაზი მოცეკვავეები, თქვენი აპლოდისმენტებით. შენ ბაუგა
მათე ზაქარაძე, ანსამბლი ფერხისა, ბათუმი. ჩამოხვედით. იმიტომ რომ გავიმარჯვოთ. რაში? ცეკვაში. იყვას ქართული ცეკვა. რა თქმა უნდა. უნდა გააგრძელო? კი. რას უსურვებდი შენი ანსამბლის წევრებს? წარმატებას. კიდევ? ძალად. ახალი წელი არ დამდეგი ახალი წელი არ გინდა მოულოცა? კი, რა თქმა უნდა. როგორ მოულოცა? როგორ უსურვებდი რა ჯანმრთელობას? ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს თავიანთ ოჯახებში. გიყვარს ცეკვა? კი. გააგრძელებ ამ ცეკვას? კი. აუცილებლად. გავარჯავათ, მე ვარ თაკო ცინცაძე, ჩამოვედი ბართუმიდან, ვარ 11 წლის, მე ვარ ანსამბლ ფერხისა, მიხარია რომ ცეკვა მაქვს, წარმატებას უსურვებ ჩემ ფერხისას. ფერხისას. ანსამბლ ფერხისას. და არ გინდა რომ მოულოცო ახალი წელი? და გილოცავთ ახალ წელს, წარით ბევრი წარმატებები მიგიღოთ თქვენი ცეკვით. რას გაიხსენებდი შენ რამდენი წელია რა ცეკვა ვხარ? 3-4. რას გაიხსენებდი ყველაზე კარგს? პირველი ადგილი რო ავიღეთ. სად? სიდეში. ანუ თურქეთში, ხო? დიახ. კარგი. ჩვენთან ერთად კიდე ცეკვავს უკრაინელი წარმოშობის ახალგაზრდა ძალიან ლამაზი გოგონა, რა ქვია შვილო? Как зовут? Ева. 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 Что сможешь сказать? Радуешься на сегодняшний день? Да. Есть радость? Да. Тебе нравится грузинский танц? Очень. Очень? Да. А ты откуда? С Украины. И что пожелаешь украинцам? Здоровья, счастья. И чтобы прожили долгую жизнь. Быстрее завершится война. И настроение, чтобы было у нас танцевать, правильно? Да. Спасибо тебе. Thank you.
გავს თოვლის ბაბუა პირდაპირ სვანეთიდან. ეს გახლავთ შესანიშნავი პოეტი, საზოგადო მოღვაწე და ყველასთვის საყვარელი მსახიობი სვანთა კლაუსი ერეკლე საღლიანი. ბატონი ერეკლე გახლავთ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი თავმჯდომარე, საპატიო და აი ბატონი ერეკლე, ყოფილი ბატონი ერეკლე. რა ჩამოვიტანე სვანეთიდან ახლა და რას გვპირდები ახალ წელს? ბავშვებო, სიკეთეს და სიხარეს, ახალ სურვილების აღსრულებას, იმედს, რომელიც განუხრელად თან უნდა გვახდეს. იმიტომ რომ უიმედო ადამიანი შორს ვერ წავა. მე მჯერა რომ თქვენ შორს წავთ. მე მჯერა რომ ბევრჯერ ასახელებთ ჩვენს ქვეყანას. მე მჯერა რომ სამპილზე გაიტანთ ჩვენ დიდ კულტურას. ყველას როდია ბედნიერება აისე მსახურობს ამ კულტურას, როგორც თქვენი მსახურები. ამაში თქვენი მასწავლებლების, თქვენი მშობლების და თვითმეული თქვენგანის დამსახურება გახლავთ ეს. მე ვინატრე ღმერთო, აი როგორც ქართული ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლები არიან შეკრული, ასე შეკარი ჩემი საქართველო. და ეს არ არის მხოლოდ ერთი საჩუქარი და სიურპრიზი ჩვენი მასპინძლისგან 21 საუკუნეში 22 წლის განმავლობაში ქართული ქორეოგრაფიის ქორეოგრაფთა კავშირს ხელმძღვანელობდა შესანიშნავი მოცეკვავე თავის დროზე. შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო ანსამბლის დამაარსებელი. ესე იგი პიროვნება იმდენად რთული იყო და საინტერესო, რომ სირიაში მიიწვიეს და არაბებს ასწავლა ცეკვა და კიდევ სხვა უმრავ ქვეყანაში. იგი მოქმედი პროფესორი გახლავთ და არის ჩვენგან უაღრესად საპატივსაცემო ადამიანი. სულ ახლახანს მას შეუსრულდა 88 წელი. მიულოცოთ ბატონ რევაზ ჭანიშვილს. მომზადი ბატონ რევაზ, მომზადი. ამ 88 წლიდან 40 წელი ვიცნობ, მეგობრობ და ვამაყობ მისით, როგორც ახლა იღიმება, სულ ასე იღიმება მთელი ცხოვრება გაბრაზებული ჭანიშვილი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი არავის უნახავს და ესეც უნიკალური მოვლენაა. მოგესალმებით. ბავშვებო, პირველ რიგში თქვენ და არ მიწყენენ არ მშობლები, არ ბებიები, არ ბაბუები, იმიტომ რომ საქართველო თქვენია, დღევანდელი დღე და საუკუნეები თქვენია, დღევანდელი დღესასწაული როგორც გითხარით თქვენია და საქართველოს ქორეოგრაფიაც თქვენია. და ამ დიდ დღესასწაულს მრავალჟამიერ საქართველოში, არა მარტო საქართველოში, ქართული ცეკვა, ქართული ქორეოგრაფია ხომოფერილია მსოფლიოში და მან უაჯადოვა სრულიად ყველა ფაქტობრივად ყველა სადაც კი ფეხი შედგა საქართველოს ქორეოგრაფია და დღევანდელი დღე
საინტერესო დიპლომი ეს არის ჩვენი მასპინძელი ორგანიზაციის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის პრეროგატივა ამ ცენტრში მოღვაწე ცნობილი ადამიანები ქორეოგრაფიული საზოგადო მოღვაწეები აძლევენ რეკომენდაციას პიროვნებას რომელმაც თავი გამოიჩინა და შემდეგ ვიღებთ თანხმობას საქართველოს საპატრიარქოსგან და პირადად ილია მეორის ლოცვა კურთხევას. აი ასეთი წილი და ღირსება პატივად. ერგო აი ამ ჩვენი დიოსკურია არც საქართველოს ხელმძღვანელს მურმან გამისონიას. ჩემი ბიჭების, ჩემი ფთების დამსახურება თქვენში მოგიოდა ჩემი თავი, ყველანი მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა ბატონელს და დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი დიდი პრიზი რომ მივიღეთ. დიდი მადლობა პატრიარქ საქართველოს ამისა და პრემიისათვის. დიდი მადლობა. არ ვსახურებ აკადემიას. დამეხმარეთ ბატონო ერიკლის მოლდეხი გვერდზე ცენტრში ეს პიროვნება კი გახლავთ ზაზა მჟავანაძე გახლავთ დღევანდელი ჩვენი მასპინძელი ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დიდი მადლობა მას და მოგესალმებით კიდევ ერთხელ სწავლის ძირიმწარე არის კენწეროში გათბილდების კოლორიტები ჩვენი ქვეყნის საქართველოსი დიდებული ერეკლეს აღლიანი ბატონი რეზო ჭალიშვილი მაგრამ მაინც უკეთესად ასე რომ ვთქვა და მიხარია რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პერიოდში უძღვებით ქართულ ქორეოგრაფიას სუნთქავთ ქართულად ლაპარაკობთ ქართულად ვაკეთებთ ქართულ საქმეს მრავალჟამიერ დღევანდელ დღეს და წარმართავს ბატონი ზაზა შესანიშნავ ადამიანებს ქვეყნის სახელს ელოდება თითოეული ჩვენთაგან რომ დაგვაჯილდოვოთ ეშმარიდა არ შეიძლება რომ აღამონდეთ ჩენა გამოიგა ნუ ამოდიარდა თავიდან ბატონი ზაზა მოთქვა რომ 88 წელი შეუსრულა არ შეუსრულდა 88 წელი მისრულდება ერთები მაქვს და დღესასწაულების 20 წელია ქორეოგრაფიული დღესასწაულების ხელმძღვანელები, ორგანიზატორები, ჩამტარებლები, ჯერ ორგანიზაცია საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი, მისი გენერალური დირექტორი ბატონი ზაზა და მისი უშენიერესი მოადგილე და მეუღლე და ყველაფერი
ცერემონიალს და დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ მე გაუწყეთ ამ ანსამბლის გამოცხადების წინ რომ ეს ადამიანები სოფიო კუპრაშვილი და ბატონი კუპრაძე და ბატონი დავით კოპალეშვილი წარდგენილი გახლავენ აი იმ პრემიაზე რომლითაც გურბა გაბისონია დავაჯილდოვებთ ეს უკვე გაგზავნილია საპატრიარქოში და რამდენადაც ვიცით წლის ბოლომდე ისინი გახდებიან ამ პრემიის ლაურეატები სოფიო კუპრაძე დავით კოპალეშვილი ანსამბლი ფერხისა და ნიკოლოზ კოპალეშვილი დასწრაფდა ბატონ რევას თქვენ გადაიცით საპატიო წევრად სოფიო კუპრაძე ასევე არჩეული იქნეს ეროვნული ცენტრის საპატიო წევრად დავით კოპალეშვილი ახალგაზრდა წარმატებული ხელოვანის საპატიო წოდებით იჯილდოვდება ნიკოლოზ კოპალეშვილი როცა ნიკოლოზ ნიკოლოზა ჩვენ ძირფასოს სოფო ჩვენ შავსვაში ცურვა უკვე ნასწავლი გაქვს ახლა გემატიჟებით ეგეოსის ზღვაში ხოლო წელს მოდრუმში ჩვენს გარეშე ფესტივალი არ გაიხსნება ესეც საგზური ასევე მინდა ვფიქრობ ცოტაოდენი უხდება მაქვს ვინაიდან ორი ოდესი თქვა შემოვიტანო თქვა ადამიანების მოღვაწეობის სივრცეში რომ ჩვენი ჩვენ დავიწყებია თანამშრომლობ ჩვენი ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართულობა ნიშნავს კიდევ ერთხელ წიგნ ჟურნალს გაზეთს მემორიალურ დაფას საქველმოქმედო ღონისძიებებს და მიხარია კიდევ ერთხელ რომ სულ მცირე 25 წელია ერთადავარ ხო ეგრეა და მიხარია თქვა რომ ეს ჩვენი დიდი ულევი გზა გაგრძელება იქამდე მანამ სანამ ეს ქართული ქორეოგრაფია გიდება ანუ ულევია ეს გზა მიხარია მადლობა ახლა საზოგადოება რომელთაც ყველა სხვა ღირსების გარდა კიდევ ახლავ ისინი ჩვენი სულნათის შოთასი არ იყოს რუსთაველები გახლავენ მაშასენ ხათუნა თოთორია, ჯუმბე თოთორია, ლევი მინაძე, მიხსეული წარმატებისათვის მამული მომავალი ჩვენია, ანსამბლი ფერვალი. თავმჯდომარე მოადგილეები და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის უბადლო მომსახურე. დაიქარეთ. ეს ნიკოლოზ კარგად იცით რომ ქუთაისელების გარეშე მაღალ ხარისხოვანი არც კონცერტი შედგება ვერც ფორმალილი და ვერც ურთიერთობები. შემოქმედებით და დაასრულებს ქორეოგრაფიული ანსამბლი ლამბარი. ზვია ეზევაძე, გუგა ასათიანი. ბოდრუმში გელოდებიან ბოდრუმშევო. აუგიათ ბოდრუმში რომ მარტო კულტურის სასახლეა ქუთაისში და ზღვა არ არისო და აგერ ეგოისტის გარდა გელოდებიან. ქორეოგრაფიული ანსამბლი სამება გოჩა მალაგერიძე, თორმიგე დროშილი,
ლამაზი მოხდა და უნიჭიერეს და გელოდებიან ბოდრუმში. ასევე ხათუნა ლევიძე არჩეული იქნა ეროვნული ცენტრის საპატიო წევრად. გილოცავთ. მე მგონი ბოდრუმში წელი უნდა გრძელდებოდეს საერთაშორისო ფესტივალი. აგერ ბატონო საძური ქორეოგრაფიის არავენ ქართული ონომასტიკოს ეთნოგრაფიის წარჩინებული წარმომადგენელი პრაქტიკულად დასავლეთიდან კულტურული დესანტი აღმოსავლეთ საქართველოში ირაკლი ჩიტაია. ბოდრუმის გარდა რიგში ჩადგა ანტალია და ალანია. აგერ მოგაგებოდებია. და ასევე მინდა მე თქვენი შევარდით სცენაზე ხო ქალბატონ ეკას, ქალბატონ ეკა. ამ ქალბატონის გარეშე არ არსებობს შეიძლება ვერაფერი ვერ შეიძლება ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომელსაც ოვაციები. მე ხარია და ჩემთან ერთად ხარ, მე მთელი ოჯახი, მთელი ენერგი უკეთესი და უკეთესი ღონისძიებები გამოგვივა. ვასახელებ ქართულ ქორეოგრაფიას, ჩვენს ქვეყანას და ქორეოგრაფებს. ხამარების სახელობის ქორეოგრაფიული ორდენის კავალერი და მისი მეუღლე ბესიკ დავით სოსლანი. გამოდიოთ. ჯერ ადრე მოიწეს და ჩემო ძვირფასებო, უზარმაზარი მადლობა. ბატონეზოს 2000 თვით და ჩვენ კიდე უნდა თქვას 88 წელი, კიდე 88 და ბატონი თუ გამლახავ ბავშვებო, რამდენი ლაპარაკობ, რამდენი მილაპარაკებია. მიხარია თქვენთან ერთად. ეს ბედნიერება, ეს დღესასწაული, მიხარია. მიამარხება.
დღესასწაული ერთმა არ მოუშალოს ასეთი დიდი დღესასწაულები საქართველოს და საქართველოს საცეკვაო კულტურას. თოვლის პაპა სვანეთიდან უპირველეს ყოვლისა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო წევრი საპატიო თავმჯდომარე ყველაფერი ჩემი თაობის ერთ ნიჭიერ პოეტს აქვს ასეთი ლექსი არ უთხოვია რამე მას თბილი სიტყვის გარდა და მაინც ბევრის მსურველს და ბევრის თხოვნებს გავდა რა ცოტა რამეა საჭირო იმისთვის რომ ადამიანს ბედნიერება მიანიჭო აი ყოველი ანსამბლის წარმატების გამოცხადებაზე ბავშვების ოვაცია ბავშვების სიხარულით აღსავსე ხმები არ ღირს მარტო ამისთვის დღევანდელი დღე გიცურვებ მშვიდობიანად ჩავლილიყოს ეს წელი და ბედნიერად შემობრძანებულიყოს თქვენს ოჯახებში ახალი წელი გალოცილები იყავით ყველა და კიდევ ასეთი განათლებული, მოწესრიგებული და გემოვნებიანი აუდიტორია ალაკახანი არ მინახავს. დიდი მადლობა ყველას. ბედნიერება და სიკეთე 2025-ში. გეხმაროთ კოსმიკ თქვენ საზავარგებლზე. შევხვდებით.